ჩამოვედით რუსთავში. აღმოჩნდა რომ დაკავებულების ძირითადი ნაწილი, ძირითადი არა, მაგრამ დიდი ნაწილი ცხოვრობს რუსთავში. ეხლა ვართ 21 წლის გიორგის დედასთან ჩამოსული. ალბათ მიხვდით, რომ ჩვენ ვაგრძელებთ გაგაცნოთ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის სიყვარულისთვის ცხედან საპატიმროში. სხვა ბრალი მათ არ აქვთ. ერთადერთი ჭყალებში დანაშაული რაც არის, უბრალოდ საკუთარი ქვეყანა უყვართ. მეტი არ აქვს. ბატო. თქვენ ახარ? გამარჯობა. როგორ ახარ? ხა ღმესი მადლობა ძალიან დიდხურებას მოგცე. ძალიან სასწრაფო რომელ საკანშიც ვარო ის ბიჭები ძალიან დიდ ყურადღებას მაქცევენ. ერთი პატრიოტი გვირევი ხარო და როგორ დაგაკლებთ ყურადღებას. კარგი რა აქ მუშაობთ? კი, სწრაფად. რომელი მაღაზია გაქვთ? ჩვენი ხელი. ფერადი მაღაზია კი გაქვთ. მე მაგ სტუდიაც გაქვთ. ხო, ისე მაგ მოწყობილი რომ შეგვიძლია კი, რა თქმა უნდა. ჩამოვიჯდეთ აქ. ეს არის მაღაზია, სადაც კავტოინანი მუშაობს. დიახ, ჩვენი არის ეს მაღაზია და ჩვენ მუშაობთ, ჩვენი შევქმენით გიოს ბედნიერებისთვის. ჯერ ზოგადად თქვენი ისტორია ძალიან ემოციური. იქიდან მინდა რომ დავიწყოთ როგორ გახდა თქვენი შვილი გიორგი. გიორგი თავიდან შვილად ნამდვილად არ ამიყვანია. მეზობელს უჭირდა დავეხმარე გაზდაში, წლისა და 8 თვის შემოვიყვანე ჩემთან და მე გახდა ჩვენთვის ყველაზე საუკეთესო ნათლული ოჯახის ჩემმა მეუღლემ მონათლა და ჩემი და ქალი შვილმა. მე დროჟამი გავიდა, ახალგაზრდა და გარდაეცვალა. ვიცი. გულის პრობლემები ჰქონდა, ძალიან საუკეთესო დედა ყავდა. ხო და რო გარდაიცვალა, არავინ არ იყო ისეთი მომკითხველი, არც ნამდვილებები, არც არავინ და არც გიორგის ჰქონდა სურვილი სადმე რო წასულიყო, რომ დედიკოსთან ძალიან უნდა და გიორგის ყოფნა და დარჩა. მე როგორც ვალდებულებაშია, იმ თვალით არასოდეს არ შემიხედია, არ იფიქრო დედაშვილობის ზღვარზე რამე გამესვას ხაზი, პირიქით ორმაგი წვადა და გვაიყო ყოველთვის, რამე არ შემეშალოს, რამეთი გული არ ვატკინო. თქვენი შვილები ყავდათ? არა, მყავს მე ჩემი შვილი. ხო და გიორგი თავისთავად ბაღი იყო, ყველგან ყოველთვის საუკეთესო ნაბიჯებს ქნიდი, რომ არავის ეგრძნო. გიორგიმ სკოლა რო დაამთავრა, მაშინ გაიგო გიორგის დამრიგებელმა, ჩემი გაზდილი რო იყო. საკუთარი შვილი რო იყო, არ იყო, იმას ვერ მიხვდა და ბაღში, სკოლაში, მუსიკალური გინდა, ცეკვის სტუდია გინდა, თუ რამე განათლება არსებობდა, გიოსთვის არაფერი არ დამიკლია და სამედიცინოზეც კი ფასიანში ჩაირიცხა, მაგრამ 8 წელი დაგვა არაფერი არ დამიკლია. თვითონაც ბავშვი არის იმდენად ტვილი და საუკეთესო, რომ იმ დღესაც 1 დეკემბერს როცა აიყვანეს, ხელი გვეკიდა ერთმანეთზე და ხელიდან გაწიწკნეს. აი ისე მდგომარეობაში ვიყავი მაშინ. რა ვიცი, ეხლა მე ნამდვილად არ საყვედურს ვიტყვი, რო ჩავიხუტო გულში, პირიქით მეც რო ყოფილიყავი, იქ ვიქნებოდი. დღეს საქართველოს ისე უჭირს, ნამდვილად ქართველი პატრიოტი ეგრე უნდა ასულიყო წინა ხაზზე და მეტიც უნდა გაეკეთებინა. მე ნამდვილად ამას ვიტყვი ყოველთვის და თქვენ კიდე ამ ხელა თანადგომას რო გვიკეთებთ, სულიერ თანადგომას, სხვას ყველაფერს დავიდან. რასაც თქვენ აკეთებთ, ეგ არის რაღაცა ზღვა სიყვარული და იმ დღეს მე დატოვეში წერილი რო დავწერე გიორგის რო ვეძებდი და ხალხის თანადგომა რო ვიგრძენი და მაგათი მესიჯები რომ მომდიოდა, იმით ვიცოცხლე დღემდე, თორე გიორგის გარეშე მართლა მიჭირს. გიორგი არის ჩემი ერთადერთი საფუძველი. მაინტერესებს განწყობა მისი როგორია და ეს ემოციურად როგორა? აი ეხლა რო უთხარი რომ დედიკო ნანუკას ველოდები მე, აი მე ნეტა ჩემთანაც მოვიდოდეს, აი იმდენად ემოციურად. ყველა წვრილმანი უნდა, მაგრამ ტელეფონში წუთები განსაზღვრული მქონია. არავის არ ეწყინოს რომ ვერ დაურეკავ, შენთვის შევინახავ დედიკო წუთებს.
აი ყველას დაკავებულს დედის მიმართ აქ რაღაცა განსაკუთრებული დამოკიდებულება. და იცით რა მაინტერესებდა ეს რომ დადიოდა აქციებზე ზოგადად რას ამბობდა როგორ გამოთქვამდა აი თავის წუხილებს სამშობლოზე სახლში რას ამბობს ყოველთვის გამოთქვამდა და არც ერთი პარტიის მიმართ კი არ იყო გიო განწყობილი და პარტიის სახეს კი არ წარმოადგენდა გიორგი იყო სტუდენტი, რომელსაც სამშობლო უყვარს და უნდოდა რომ ევროპულ საქართველოში იცხოვროს და უნდა წისვლა რომ იყოს საქართველოში. უკან რო წავიდეთ, ეგრე არ უნდოდა ნამდვილად. მაგ ენთუზიაზმით დადიოდა და მე რო უთხარი დედიკო, ხვალ მეც წამოვალ ერთად წავიდეთ, მე შენ გაგიჭირდებაო მე სტენდი მაგ გულზე სამი სტენდი და დედიკო შენ ძალიან გაგიჭირდებაო და მე როცა ცოტა ისეთი სიტუაცია იქნება, მაშინ წამოდიო. და ეს რაღაც არ ნერვიულობთ თუ არ იცოდით რომ წინა ხაზებში იყო არ ვიცოდი ნამდვილად არ ვიცოდი მაგრამ მე რო გავიგე ნამდვილად გამიხარდა რომ მეც რო ყოფილიყავ ისი ავიდოდი ნამდვილად რას ედავებიან ედავებიან ფეირვერკი რო უჭირავს მგონი ახალწლოდ საქართველოში რო ფეირვერკი იცლება მაგდენი არც ერთ ქვეყანაში არ ინთება და უჭირავს ხელში ფეირვერკი არც გასროლა ჩანს არც ტყვიი ჩამოვარდნა ჩანს არც ვინმე დაზარალებული ჩანს გვედავებიან ვიღაცა დაზარალებულიო არაფერი არა ჩანს იმ დღეს ვერაფერი განხილვაზე ვერ წარგვიდი აი ეს სახში იყო რომ დააყავეს? ერთად ვიყავით სტუმრად ჩემი ძმისშვილის სახში წილკანში. იქ მოგვაკითხეს და იქ აიყვანეს. და რა უთხრეს რისთვის გაკავა? არაფერი სიტყვა არავის არ უთქვია, ჩვენ კითხვაზეც არავის არ უპასუხია. რა მანქანითაც წამოიყვანეს, გამოვეკიდეთ იმას მე და ჩემი ძმისშვილი, რო ჩამოვედით წილკანში ღვთისმშობლის ტაძართან, იმ მანქანაში გიორგი არ იყო. 1-10 მილიციის ფორმაში იყვნენ მარშრუტკა იდგა და რო შევეკითხე ვინც აიყვანა იმას ხელი მოვკიდე უკვე გამწარდი მაგრად და რო ვეღარ მოვითმინე სად არის ჩემი შვილი თქო მუხრანში მობრძანდით და იქ გეტყვით მუხრანში მივედი იქ არისო მერე გამაგზავნეს მცხეთაში იქ არისო მცხეთიდან გამაგზავნეს ისანი სამგორის მილიციაში და ისანი სამგორში ღვთისნიერი განყოფილების გამგე იყო თუ მოადგილე ადამიანი რომელმაც გამცა საღად მოაზროვნე პასუხი დედა ხარ დაწყნარდი დაჭიკი ეხლავე გადავრეკავ გავიგებ სად რა ხდება და ამასობაში ღვთისწყალობით ღმერთმა სიკეთე მოგცეთ არასამთავრობომ დამირეკა რომ მესამე იზოლატორში და ყველაზე მეტად რას განიცდით? რას დარდობთ ყველაზე მეტად დარდობ რომ გიორგი ჩემ ახლოს არ არის მეტი არაფერს და გადაიტანოს ეს დღეები რა სიყვარულითაც გააკეთა მე წავიდან ამ ყველაფერს მაგრამ უფალს ხო ჯამთელი დამიბრუნდეს. აი ეგ მინდა და მარტო გიორგი კი არა, ყველა ვინც იქ არის და ყველა დედას ჯამთელი ყავდეს თავისი შვილი და საქართველო მენახოს გავრწყინებული. აი ამ ჩახუტებას ამ სიტყვას არ დაგიკარგო. ეხლა თქვენი ხომ მიხვალთ ამ საღამოს? რუსთაველს აქცია. მოდი ხუთებით რაღაცას გაგარგავ და რომ მიუტანო ხალხს. კარგით რა, რამე ერთხელ წავიღებ სიმღერა და ვეცბირო. კი. ჩავალაგე. ხუთები არ მინდა, ერთი ცალი გამატანე. ერთ ცალს ვერ გაგატან, აი რაღაცები ჩავაწყობ და ხო. ხუთსაც გაგატან. არა, ბევრი არ მინდა. იქნებ მარხვაზე იყოს ვინმე. სამარხოსაც გაგატან. და არა სამარხოსაც გაგატან. არა ესეც არის. მოდი. აი ეს ახალი ფლიანი 500 წაიღე რომ კბილი შეაჩერე. ხო, აი ესე წავიღებ, საკმარისია. აი ესე წავიღოთ. კი ბატონო, საკმარისია თქვენგან მეტყვი რომ ესე გიორგის დედამ გამიგზავნოთ. მასიკეთე დაურიგებ აქციის. ბარბარომა რო არის. ერთი ჩიქი ჩვენ ხო არ დავილოცო. არა, მე შეიძლება. ვერ დავლებ. მიყვარ ხართ და ხაზე ვარ. გაიხარე ყოცნი. უღმესი მადლობა ყველაფრისთვის ნანუკა, უფალმასიკეთე მოგწეს. მე თქვენ ყოველთვის მოგძებნი. რაიმე, ყოც. არაზროს არ და ყოც. გაკოც. არ ჯერა, ანუ თასო მოითხოვრო თავისუფლება წაიშალა? ყველა ახალი ეს გრაფიკა გაკეთებული იყო ძველები რაღაც ეგრეთ თქოს ხალხის გაღიზიანებას და დაყოფას იწვევს. თავისუფლება სიტყვა? ანუ მაგისთვის მოვედით აქ.
იქ რო იცოდეთ მაყურებლებს ზვიადის გადაცემას თქვენ ახლა ხედავთ ეთერში. აქ იყო წარწერა თავისუფლება, აქ მოვედით მაგისტრის და აღარ არის. გადაუღებიათ. წამო იქით ჩავწეროთ მაშინ საერთოდ რა. კიბეებზე დაუჯდეთ, რა აზრი აქვს მე გადავები? თავისუფლებისთვის მოვედით და ეგ არ არის და. ანუ ჩვენ ვიცით, რომ მათი არის 21 წლის, არის მუსიკოსი 20-ის. ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა შორის მაგერთ წელსაც, ანუ 19, 20, 21, აი მაგას აქში მაგერთ წელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და განსაკუთრებით, როდესაც პრიმა მუხლით გიჭერენ. თქვენ ნანახი გაქვთ ეს კადრები და მე მინდა რომ ახლა ამ მონოლოგში იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ შეშინებული ახალგაზრდის ჯოხის ქნება რამე პრობლემას წარმოადგენს, მინდა ვანახო კადრები, ნოემბრის აქციის დაშლის კადრები, სინამდვილეში რას ნიშნავს ხელკეტებით პოლიციელის სცემა. აი სინამდვილეში ხელკეტებით პოლიციელის სცემა არის აი ეს, მეგობრებო. წლის მათეზე რა ვიცით? 20 წლის მათეზე ვიცით, რომ არის თელავიდან, არის მუსიკოსი და თბილისში ჩამოდიოდა აქციებისთვის. ანუ სხვა საქმე მას აქ არ ჰქონდა, არც სამსახური, არც უნივერსიტეტი. ერთადერთი მის საქმე იყო მისი სამშობლო. სამშობლოს სიყვარული და სამშობლოსთვის ბრძოლა. მე ვიყავი იმ დილით იქ, როდესაც მათე დააკავეს. ის დილა იყო რაღაცნაირი განსაკუთრებით დაბნეული დილა პოლიციელების მხრიდან, აი ქალებს რო აკავებდნენ 14 წლის სპაიდერმენზე ჩანთიან ბავშვებს. ეს იყო ვაკის აქციის დაშლის დღე. ერთია მათეს წაუყენეს პრიმა მუხლი, რაც ითვალისწინებს მაქსიმალურ სასჯელს, მაგრამ არის ალბათ ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც მის შესახებ უნდა ვიცოდეთ. სწორედ ამიტომ მათეს მეგობრებს თხოვეთ, რომ მოსულიყვნენ და აი აქ დავჯდეთ. აქ შეგვიძლია დავსვდეთ. უკან ისა გააქვთ გადანათება თუ არა? ვახორხაია 22 წლის თესო სტუდენტი. თემური შათირიშვილი 25 წლის თელავიდან. თელავიდან. მოდი შენგან დავიწყებ, იმიტომ რომ შენი ნაცნობობა მოყვება მათეს თელავიდან. კი ბატონო. მოკლედ მოდი დასაწყის მოგიყვებით პირველ რიგში როგორ გავიცანი მათე გავიცანი სულიად შემთხვევით ჩემ ძველ სამსახურში კვირით ადრე ვიყავი წამოსული და შემთხვევით შევიარე ძველი თანამშრომლის სანახავად და იქ შემხვდა ჩემ მეგობარი არ დამხვდა და კომუნიკაცია პირველი ქონდა იქ. პირველივე კომუნიკაციიდან მივხვდი რომ ძალიან კეთილი და პატიოსანი ადამიანი იყო. ეს ახალად ეთყობა? კი. და შემდეგ უკვე მოვლენების განვითარება მოყვა ისე რომ შევხვდით სამაგიდო თამაშ კლუბ თავსატეხში, სადაც მათე უკრავდა თავის ბერთან ერთად მედიატორის სახელის ქვეშ და მე ვიყავი თამაშების ოსტატი ამხსნელი და იქ დავახლოვდით, დავმეგობრდით და თითქმის იქიდან მოვდივართ ერთად. რაც შეეხება აქციებს, რომ ჩამოვედი პირველად კახეთიდან საქართველოს. ანუ ყველა აქციებისთვის ჩამოხვედით? კი. აპრილისკენ ჩამოვედი უკვე, რომ მივხვდი, რომ საქართველოს ძალიან ცუდ ვითარებაში იყო და პირველი დღე არაფერი და პირველი აქციის დასრულების შემდეგ თელავიდან კიდევ იყვნენ ბიჭები ჩამოსულები და მათეს სამწუხაროდ წასვლა უწევდა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მათეს დასარჩენი არ ქონდა თბილისში. მათეს დასარჩენი არ ქონდა. და ამიტომ თელავიდან დადიოდა აქციებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თელავი არ არის გვერდზე კუჭა. მათეს დასარჩენი არ ქონდა თბილისში და თელავიდან დადიოდა აქციებზე. როდესაც შევხვდით, გამოველაპარაკეთ, მოვისიყვარულეთ ერთმანეთ, იმიტომ რომ დიდი ხანი არ ყავდა ნანახი. გამოვთქვით აზრი, რომ ვინმეს დარჩენა თუ უნდა დარჩენილიყო და მათე იყო ის ერთადერთი, ვინც გამოყვა ამ სულზე და შემდეგ დაიწყო ჩვენი თანაცხოვრება და აქციებზე სიახლე. როგორც უკვე ფრონტის მეგობრების. როგორც ფრონტის მეგობრების, კი ბატონო. თქვენი ნაცნობობაც მოგვიყვება. მათე პირველად ნახე მაგ აქციაზე, ეს აქცია იყო ევროპის მოედანზე, რომ 300,000-მდე ადამიანი რო ვიყავით გამოსულები, ავლაბრის აყვარზე შევხვდა და ანუ ესეთი რაღაცა თქვა, რომ ესა თელავიდან დავდივარო და ვიღალეო და სულ რო ქუჩაში მომიწევს და ძინება აგვჩებია, მე ქუჩაში არ დაიწყებ, შემოდიხარ ჩემთან სახლში თქო. გამოყვა და იმის მერე 4 მეგობარი ერთად ვიყავით ჩემთან სახლში და ისე დავდიოდით ყოველ აქციებს.
მაგის მერე შეგვერქვა ესა სამი მუშკეტერი და დანტადიეთ. ქვეყნის სიყვარულმა დაგვაახლოვა, ნუ მერე იქ იყო მუსიკა, წიგნები, რაღაცები, რაც ისე გვაერთიანებდა და აპრილი და მაისის აქციები რომ მორჩა, ისევ თელავში დაბრუნდა და არჩევნების მეორე დღესვე უკვე აქ იყო. მიუხედავად რომ აქციები არ იყო, მათე მაინც ჩამოვიდა რომ როგორც კი აქციები იყო, დრო არ დაიკარგა გზაში. იცოდა რომ დაიწყებოდა. კი. ყველა მაგას ველოდებოდით, ანუ ბიჭები თემოდა კიდე ერთ ჩვენ მეგობარის ზეზო ფულს აგროვებდნენ რომ თავი გაგვეტანა, მათ ეგრევე ჩამოვიდა. ფულს საიდან აგროვებდნენ? მუშაობდნენ. სამუშაოდან. მე მაგალითად მუშაობ სასტუმროში, რეცეპშენში და ერთი კარგი ითვისება ის აქ რეცეპშენში მუშაობა ჩემს სასტუმროში რომ ყოველდღიური ანაზღაურებაა და ბევრს მუშაობდი რომ ფული დამეგროვებინა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ აქციაზე მინიმუმ ერთ თვეს წამოვიდოდი და ფული დამჭირდებოდა. რაც შეეხება ჩემს მეორე მეგობარს კიდე ფიზიკურად მუშაობს და დღე ანუ ორ სმენაში მუშაობდა იმისთვის რომ ფული ჰქონოდა. რომ ეს ფული ქონოდა აქციებზე წამოსასვლელი. აქციებისთვის თავი რომ გაგვეტანა საჭმელისთვის, საკვებისთვის და სასმელისთვის და რამე თუ დაგჭირდებოდა. ატრიბუტებისთვის კიდე აღჭურვილობისთვის. და ჩვენ არაფერს ვერ დაგეხმარეთ არასდროს. არა, თქვენ დაგვეხმარეთ. ჩამოსვლის ხარჯები გონი სულ თქვენი დაფარულია. ხო, მაგრამ მე რაღაც მგონია რომ აი წინაღებითაც შეგვეცლო. მეგობრებო, ძალიან კარგო ახალგაზრდებო, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ესეთი მაგალითები სხვა ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ახლა ჩვენ გუყურებენ. ბიჭებო, რა უნდა ვიცოდეთ მათეზე? იმის გარდა, რომ შეშინებული ახალგაზრდა, იმიტომ რომ სხვა საკავებდნენ და სხვების გადარჩენა უნდოდა, შეშინებული ახალგაზრდა ჯოხს იქნევდა, იმის გარდა, რომ დაზარალებულ პოლიციელებს ექსპერტიზის ცნობაც კი ვერ მისცეს, რომ ფიზიკურად რამე დაზიანება აქვთ მიღებული და არც არანაირი მტკიცებულება მათ ფიზიკური დაზიანების საქმეში არ არსებობს. იმის გარდა, რომ არსებობს ხოლოს ის კადრები, რასაც მაყურებლები ხედავთ, აი ამის გარდა რა უნდა ვიცოდეთ მათეზე? რაც არ ვიცით, რაც ვერ დავინახეთ, რაც ხილული არ არის. ნახეთ, ანუ ერთი ყველაზე ძალიან საინტერესო რაც არის, რომ ადამიანი როდესაც მართალი არის, მის გატეხვა ძნელია. მათეზის ციხეში და ეს ბიჭი ციხისთვის არ არის შექმნილი. ნებისმიერი ადამიანი უფრო გაუძლებს ციხეს, ვიდრე მათე, იმიტომ რომ მათე არის თავისუფლების ფრინველი, უნდა იფრინოს, ყოველთვის გარეთ უნდა იყოს და თავისუფლად იყოს. მათეც კი ციხეში არის და ბედნიერია. ეგ არის რაღაც წარმოუდგენელი რაღაც. რა იცით რომ ბედნიერია? კადრებზე ეთყობა, მე იქ ადვოკატებთან საუბარი რაღაცა რა საუბრობ ადვოკატებს? მოგვიყავით რა ჩვენც რა? რავი, ანუ არ არისო გატეხილიო, ბედნიერად არისო, ჩვენ სასამართლოზე დაგვინახა და მაგან ცალკე იმოქმედა მათეზე და რავი, ანუ თავს ვთვლით მართალ ადამიანად და ესე გადმოგცა ბიჭებს რომ არ ინერვიულოთ და თქვენ ვადიბრძოლეთ, მე აქედან ვიბრძოლებ. 20 წლის მათ? 20 წლის მათ. ხუმრობა გქონდა ჩვენ წეღანახსენეთ ჩემო მეგობარმა რომ ჩვენ ვართ სამი მუშკეტერი და დარტანიანი. ხო. ალბათ დაგაინტერესებთ ვინ არის დარტანიანი, ხო? დარტანიანი იყო მათე და რატო? რაიმე. რატო? ეხა გეტყვით. ადამიანი რომლის ხმამაღალი სიტყვაც მხოლოდ ორჯერ მაქვს მოსმენილი ისიც როკის სიმღერის დროს და ადამიანი რომელიც ყოველთვის მოგვიწოდებს სიმშვიდისკენ. და როდესაც ჩვენ ხუმრობდით და საუბრობდით აქციების მომენტში რომ აი თუ რამე მოხდა პირველთვის დაიჭერდნენ, პირველ ადგილზე იყო ჩვენი მესამე მეგობარი რომელიც აქ არის იმყოფება, მეორე ადგილზე ვიყავი მე ვისაც დაიჭერდნენ, მესამეზე და ყველაზე ბოლოს იყო მათე და რომ აქციები რო დაიწყო უკვე დარბევა იყო ზუსტად მაგ დარბევის წინ დაახლოებით 6 საათი ადრე წავედი მე თელავში. უშუალოდ მაგ მომენტში არ ვუყოფებოდი ადგილზე. როდესაც გავიგუძე და ეკადრები ვნახე დაახლოებით 2 საათში გავშიე თბილისში, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო და მაგრამ რეაქცია როგორი იყო თქვენი? ემოცია გასაგებია, ალბათ უცებ შოქში ჩავარდით რა. რეაქცია არ მახსოვს რა მოგატყუოთ, იმიტომ რომ გავიგე რომ დაიჭირეს, მეგონა რომ ანუ 4 დღეში ჩვეულებრივ ადმინისტრაციით დაიჭერდნენ და 4 დღეში გამოუშვებდნენ. მაგრამ რაც შეეხება უკვე სისხლის კვალიფიკაციის პერიოდში, უკვე არ მახსოვს, იმიტომ რომ ჩემი სახე დაიბრუნდა და ჩვენ სამივენი პირდაპირ ვიტყვი რომ სადაც ვიმყოფებოდით იმ სახლში ცოცხალი არაფერი აღარ დარჩა და ბოლოს ერთ-ერთმანეთს ვეჩხუბე და მე მივხვდით რომ ანუ ერთმანეთს ვეჩხუბით არაფერი არ გამოვიდა. ეს აგრესია სადღაც უნდა გაგეშვათ. შენი კადრები მახსოვს, აი კედელთა რო ხარ. მახსოვს სასამართლოს კადრები. რა მაგ დროს რა ემოცია ქონა გახსოვს? კი, ანუ მათი სახე დავინახე რომ კარგად არის. კედელზე მივიყვნენ და იმას ვფიქრობდი, აი ხუჭუჭა მეორე დღის ამოვა, იმიტომ რომ ეხა იქ გადავარსავე. ანუ მის ხუჭუჭებზე დარდობდით? ხო.
ბუჩქზე უნდა ბუჩქია რაზე უნდა ვიდექი სხვაზე. და შეიძლება მომდიოდა და მაგას რომ ვთვლი რომ კამერებისგან თავი დაიფარა, მაგრამ აშკარად ვერ მოვახერხე. რომ ეკრანი გავცემ. თქვენ აგრძელებთ გარეგრძელას? კი, რა თქმა უნდა. ჩვენ ვაგრძელებთ. ანუ მათს დაყავებამ ესეთმა უსამართლო დამოკიდებულებამ არ შეგაშინათ, რომ შემდეგი თქვენ არ იყოთ. პირიქით უფრო უბრალოდ ერთი რაღაც გავანალიზე მე პირადად, რომ მე უნდა დავეხმარო ყველანაირად მათეს, უნდა ვიბრძოლო მისთვის და შიგიდან მე ვერ დავეხმარები და მაგიტომ ოდნავ ფრთხილად ვარ. სხვა არაფერი, პირიქით, უფრო მეტი мотиваცია, უფრო მეტი სიძლიერე, უფრო მეტი გაძლება და ახლა რო გითხრა დაახლოებით 2 საათზე მეტი ხალი არ ბრძნებია. რისთვის იბრძვით? თავისუფლებისთვის. ვიბრძვით, რომ ვიყოთ თავისუფლები და საქართველოს ერქვა საქართველო და არა გრუზია. გავიმარჯვებთ სახელოვნად. გამარჯვებთ სახელოვნად. ჩვენ ესე იგი ყოველ ოთხშაბათს ვცდილობთ მოვახერხოთ, რომ გაგაცნოთ პატიმრები, პატრიოტი ადამიანები, სამშობლოს სიყვარულისთვის დასჯილი ადამიანები და ამჯერად ჩამოვედით რუსთავში. ეს არის რეზო კიკნაძის ამბავი, რომელმაც დააკავეს თუ არა გამოცხადა შიმშილობა, იმიტომ რომ პოლიცია ეუბნებოდა, რომ ეღიარებინა ბრალი, რომელიც მას არ ჩაუდენია. ანუ ეთქვა, რომ თითქოს და ოპოზიციური პარტიის ლიდერები აფინანსებდნენ, რომ მას არეულობა შეეტანა აქციებში და მან უარი თქვა ცრუ ჩვენებაზე დაიწყო შიმშილობა. ამის შემდეგ, ამ შიმშილობის შემდეგ, შიმშილობა დაიწყო მისმა დედამაც და შულ შეუთვალა, რომ თუ შიმშილობას არ შეწყვეტ, იცოდა მიშიმშილებ მეც გარეთ და ამიტომ რეზო იყო იძულებული, რომ შიმშილობა შეეწყვიტა. ჩვენ გამოგვიგზავნა წერილი, პირადად მე და მითხრა, რომ ძალიან ბედნიერია, იმიტომ რომ ციხეში ნახა წიგნების თარო, ანუ ბიბლიოთეკა და ამით გამოყვებავს საკუთარ თავს და სულს გამოსვლამდე და მეორე მითხრა, რომ არაფერს არ ნანობს, არის ძალიან ბედნიერი და ამაყი რომ ზის ციხეში, იმ ბრალისთვის, რა ბრალისთვისაც ის ჩასვეს ციხეში და ერთადერთი რაც გთხოვა, მითხრა რომ დედას მიმიხედეთ, ძალიან გთხოვთ და ის რაღაც კონკრეტულ დახმარებებს გთხოვდა დედისთვის. ჩვენ ჩამოვედით ქალბატონ მაიასთან რუსთავში. რომ გავეცნოთ რა რეალობაში ცხოვრობენ ეს ოჯახი, ცხოვრობს. რა უჭირთ? რა მგონი ახლა რამე უხიდათ? და მინდა რომ გავეცნოთ. როგორც დედა, ისა დედა მინდა რომ გავეცნოს მისი შვილი. და ჩვენ ყოველ ოთხშაბათს თუ რაღაც ისეთი დრო მოგცემს ამის შესაძლებლობას და საშუალებას შევეცდებით რომ გაგაცნოთ პატიმრები. ძალიან ბევრი არიან, ძალიან. ყოველ დღე გვემატება მათი რიცხვი. მაგრამ ჩვენ ვართ მზად იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა იგრძნონ ციხეში, რომ ვიქნებით მათ გვერდზე, მათი ოჯახის წევრების გვერდზე. მე ვიცი რომ თქვენ ყველას გაქვთ ტელევიზორები კამერებში, იმიტომ რომ უკვე გადაყვანილი ხართ გლდანში. წინასწარ დაკავის იზოლატორებიდან ყველანი მხედავთ და იცოდეთ, მეგობრებო, პატრიოტებო, თქვენ არ ინდარდოთ არც ერთმა თქვენს ოჯახებზე და თქვენი ოჯახის წევრებზე, იმიტომ რომ ხალხი მიხედავს თქვენს დედებს და მამებს. თქვენ მოდ თქვენ ხართ დედა? გამარჯობა, დაიჭიროთ. მე ვარ დედა. დაიჭიროთ. მე არ მოვედი აქ რო იტირო. კი არა ვქნა. არა, მაინც დაიჭიროთ. ეს კარტები ძალიან როგორ ხართ? როგორ მე იყოთ? როგორ უნდა ეს ხო ეს როგორი შეკითხვა ახლა? ძალიან ცუდად ვარ. ცუდად ვარ იმ გაგებით რომ დიახ. განა იმიტომ ვტირი მე ვტირი ჩემშოს არაფერი ცუდი არ დაუშავებია ის მკვლელობისთვის და ცუდი საქმისთვის არის ის ციხეში. დიახ. მე ვტირი იმიტომ რომ ჩემ გვერდზე არ არის ჩემი შვილი და იმ მოხკედილშია გამოკეტილი და გული მტკივა მაგისთვის და ჩემი შვილი არის უდანაშაულო სამშობლოს სიყვარულისთვის და პატრიოტიზმის გულისთვის, ქვეყნის მომავლისთვის რომ იჭერენ ახალგაზრდებს ამაზე მტკივა გული, მარტო ჩემი შვილი კი არა, ყველა უდანაშაულოა იქ. მე ჯანმრთელობაში რყეული მაქვს, თორე მეც ჩემი შვილის გვერდზე ვიდგებოდი და ჩემი მეუღლეც იქ იქნებოდა, ჩემი მეუღლეც ადრეც დადიოდა რომ იყო ეს კანონის ახლა გახსოვს როცა იყო და ამიტომ გული მტკივა რომ ჩემი შვილი უსამართლოდ აიყვანეს და წაიყვანეს და რაღაცა უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდებებს აბრალებენ. რას აბრალებენ კონკრეტულად? რომ აიყვანეს, წაიყვანეს სამართალდამცავები იყვნენ იქ, სადაც ჩემი შვილი
დაადეს ხელზე და იქ ეუბნებოდნენ რომ ვითომ ჩემს შვილს უნდა დაესახელებია სხვადასხვა გვარები. გვარამია და ისინი უნდა ეთქვა რომ ვითომ ისინი ჩემს შვილს აფინანსებდნენ და მე მგონი ყველა კარგად ხედავს რომ ჩემ ოჯახს არაფერი ეთყობა რომ ჩვენ ვინმე თანხას გვირიცხავდა და ჩემი ფულის გულისთვის ჩემი შვილი არასოდეს არ გაყიდის თავის ქვეყანას და თავის სამშობლოს რომ ფულის გულისთვის დამდგარიყო იქ ვინმეს ფული ჩაერიცხა. მე უთხარი კიდევაც უკვე მაყურებელს რომ უარი თქვაც რუჩვენებაზე და ამიტომაც უარი თქვა დიახ და ესენი კიდე ძალიან ცუდად ებყრობოდნენ ჩემს შვილს და აძალებდნენ მაგრამ ჩემი შვილი ისეთი ურყევია რომ ვერ გატეხეს და ვერათქმევიეს ტყუილი. ჩემს შვილმა შივშილობაც გამოაცხადა. რა დღიდანაც ჩემს შვილმა იშივშილა, იმდენი დღე შივშილობდი მეც. სწორედ თქვენი წერილის გამო შეწყვიტა რა. შემდეგ მე წერილი შეუგზავნე ადვოკატის თხოვნით, შეუგზავნე რომ თუ ის გააგრძელებდა შივშილს, მე ცოტა შერყეული მაქვს ჯანმრთელობა და იცოდა რომ დედამისი საავადმყოფოში მოხვდებოდა და ამის წერს კიდეც რომ აი მინდა რომ ჩემი შვილის წერილი წაგიკითხო. დე არი ნერვიულო ადვოკატმა მითხრა რაც დააბარე აღარ შევშილობ მარტო ჩემი ჯანმრთელობა რომ იყოს სასწორზე ეგ დიდად არ მანაღლებს შეწყვიტე შივშილი შენთვის ჩემთვის თუ ძალიან უყვარვარ ჩემს არც ერთი წამით არი ნერვიულო აქ რომ ვარ პირიქით სულ საამაყოდ კონდეს ქვეყნის სიყვარულის გამო რომ დაიჭირეს შენი შვილი მიყვარხარ ძალიან მიყვარხარ და არის ტირო გთხოვ დეზო გიგნაძე ეს არის ჩემი შვილის წერილი ასევე თავისი მეგობრებს წერს გამარჯობათ მეგობრებო საერთოდ არ განვიცდი აქ რომ ვარ პირიქით საამაყოც კია როდესაც ქვეყნის სიყვარულის გამო გიჭერენ არაფერს ვნანობ რაც გავაკეთე რომ შემეძლოს ახლაც თქვენთან ვიდგებოდი ერთადერთი რასაც ნერვიულობ ჩემი მშობლებია ის რომ ტირიან განიცდიან მადლობა და მიყვარხარ შეგხვდებით 4 წელში ან უფრო ნაკლებში იმედია ოდესმე სამართალი იზეიმებს და თუ არ იზეიმებს არა უშავს მაინც კარგად გრძნობ თავს რომ სამართლის მხარეზე დგახართ არ შეწყვიტოთ ბრძოლა როცა გამოვალ თქვენთან გამოვიქცევი ხალხისა და ჭეშმარიტების მხარე ეს არის ჩემი შვილის წერილი მეგობრებთან ის ძალიან კარგად სწავლობდა გიმნაზია დაამთავრა ჩემმა შვილმა ძალიან კარგად სწავლობდა რომელი გიმნაზია რუსთავში არის ერთი 24 ქართული გიმნაზია ძალიან კარგად სწავლობდა 9 კლასი რო დაამთავრა ლეპტოპიც აიღო მის კლასში ჩემს შვილს გადასცეს მარტო სკოლა რო დაამთავრა მედალი აიღო ყველა მასწავლებლებს, ყველა დირექტორს, ყველას უყვარდა ჩემი შვილი. პირველ წელსვე ჩაერიცხა გრანტით ბიზნეს ადმინისტრირებაზე მოხვდა. იქ ისწავლა 2 წელიწადი სწავლობდა. შემდეგ რატომღაც ბიზნესი აღარ მოუნდა და უნდა ჟურნალისტიკა. ძალიან უყვარს ჟურნალისტები და თვითონაც წიგნები უყვარს ძალიან განათლებულია და იქაც ჩააბარა. და იქაც სწავლობდა ერთი წელი სწავლობდა იქ ლექტორებს ძალიან უყვარდათ თავისი სასამართლოზე რომ ვიყავით იქ თავისი კურსელები თავისი ამხანაგები იყვნენ და ლექტორებმაც გამოუგზავნეს იქიდან რეკომენდაცია რომ კარგი სტუდენტი იყო თავდებში ჩაუდგნენ ამდენი ამხანაგები ძალიან ბევრი ამხანაგები სასამართლოზე იყვნენ იქ რომ ოღონ რეზო გამოეშვათ იმდენად უყვარს თავის მეგობრებს. და პარალელურად მუშაობდა ხო? ღამით. ანუ დღეს სწავლობდა, ღამე მუშაობდა. მე შემდეგ უსახსრობის გამო ვეღარ გააგრძელა სწავლა. ჩვენ ცოტა ეხა გიყურებთ, იცოდეთ და ნერვიულობს როტირით. გვიჭირს ჩვენს გვიჭირდა კი მუშაობდა ჩემი მეუღლე მეც და ვიცი რესტორანში მუშაობდი, ჭურჭელს ვეცხავდი 2 კაპიკი. თქვენ მეუღლე სად მუშაობს? ჩემი მეუღლეც ბაზარში დილას თაგვის ხოლმე იქ ბაზრის ტერიტორიას ცოტა 2 კაპიკი მოაქვს და თვითონ ამას განიცდი და სასამართლოზეც კი თქვა რომ მე ჩემი მშობლებს ვერაფრით ვერ ვეხმარები იმდენათო
ყველა დაპატიმრებული მაყურებელმა უნდა იცოდეს პირველი კითხულობს დედას, მამას, მშობლებს, ყველა დარდობს და ყველა სწუხილი მშობელია, ბუნებრივია და მეც მომწერა წერილი თქვენმა შვილმა. დიდ მადლობას გიხდით. არა, მადლობის არ მithავს ახლა. არა, მინდა რომ საჯაროდ განვაცხადო, რომ თქვენ ძალიან ბევრ კეთილ საქმეებს აკეთებთ, იმიტომ რომ ჩვენ მოგეხსენებათ ვალიც მქონდა. ჩემი შვილი მაგასაც განიცდიდა რომ მაგას წერსო დედას იქნებ დაეხმაროთო. მქონდა და მე თქვენ მომივიდა თქვენ რომ ჩაგვირიცხეთ იმ ხელათანხა და დიდი მადლობას გადაგიხდით რომ თქვენ ამ ხელათანხით დაგვეხმარეთ და ეხმარებით ყველას. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენს გარდა ასევე მაყურებელმა უნდა იცოდეს აუცილებლად რომ ოჯახს ვალის დაფარვის თანხის ნაწილი თუ სრულად ზუსტად არ ვიცი არ მიკითხავს, ასევე დაეხმარა გილაურის ფონდით. მინდა წავიკითხო კიდე რომ აი სკოლიდან რომ ძვირფასო მშობლებო, რუსთავის 24 საჯარო სკოლის დირექციამ მადლობას გიხდის თქვენი შვილის რევას კიკნაძეს საუკეთესო სწავლისთვის, ყოფაქცევისთვის, სკოლის საზოგადოებრივი საქმიანობის აქტიურ მონაწილეობისათვის. ჩემი შვილი რომ ცუდი ყოფილიყო და რამე ისეთი ცუდი საქმის ჩამდენი ასეთ იმას ხომ არ გამომიგზავნი და აგერ კიდევ მონაწილეობა მიიღო ჩატარდა უნივერსიტეტში რო სწავლობდა კულტურის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ პროექტში რასად როდის იქაც მიიღო მონაწილეობა და აგერ ხედავთ რომ სერტიფიკატი არის და აქ არის კიდევ ჩემი შვილი კარატეზე სპორტით იყო დაკავებული აქ არის ბევრი დიპლომები სულ პირველი ადგილები და აქ ჩამოწერილია ძალიან ბევრი მიღწევები ქონდა ჩემს შვილს. კინგსის ოლიმპიადებში მონაწილეობდა კიდევ მათემატიკის ოლიმპიადებში. ყველას ვეღარ ჩამოვთვლი, აღარ შეგაწყენ თავს. აქ ინგლისურ გავშალოთ თქვენი შვილის სერტიფიკატები და დიპლომები. აქ არის მათემატიკის ოლიმპიადებში რომ მიიღო მონაწილეობა. ეს სპორტში რომ მიიღო მონაწილეობა. სპორტიდან ძალიან ბევრი დიპლომები აქვს. რა ვიცი, მედლებიც გავშალოთ ესე, ხო? ამაყიდედა, ვაჩვენოთ ყველას, როგორ ამაყობთ თქვენი შვილი. ამაყობ და ჩემი შვილი ცუდ საქმეს ნამდვილად არ ჩაიდენდა და მაგიტომ წყდება გული, რომ არ უნდა იჯდეს ჩემი შვილი საპატიმროში და არც სხვისი შვილები. ყველაზე მეტად რომელი სიგელით გაგახარათ? მათემატიკის ოლიმპიადებზე საქართველოს მასშტაბით 5 საუკეთესოში მოხვდა. ქორთიად მარიოჩი ვიყავით და მაშინაც ძალიან ამაყი ვიყავი, იმიტომ რომ საქართველოს ყველა კუთხიდან იყვნენ იმდენი ბავშვები და 5 საუკეთესოში მოხვდა. მე მინდა ეხლა წავიკითხო რომ ნახა ჩემი შვილის პოსტი თავის დამრიგებელმა, რომელმაც მაიაცრებლების გარეშე ვერ უყურე. რეზო კიკნაძე იქაც წიგნები უყვარს და ჩემს შვილს და უყვარს ეხლაც სავსეა ექტაროები სულ კითხულობდა წიგნის სამსახურშიც აქციაზეც აგერ თავის მასწავლებლებმაც იციან რომ რეზოს იქაც კი წიგნი მოითხოვა როგორ მეცნო ბიჭი რომელსაც ბავშვობიდან სწავლა უყვარდა იმედია ყველაფერი გაირკვევა მე ვიცი როგორი დამოკიდებულება გაქვთ დედაშვილს როგორ უყვართ და პატივს გცემთ თქვენ გამძლეობას გისურვებთ მოკითხვა რეზოს იმედი ახალ წელს შვილთან ერთად შევხვდები ჩემი შვილი თუ ახალ წლამდე არ გამოვიდა ჩემთვის ახალი წელი არ იქნება მე ჩემი შვილის გარეშე არაფერი არ გამიხარდება და არც მიხარია მე ჩემთვის ძალიან რთულია და ძალიან ძნელი რომ მიჩვეული ვიყავ რომ ჩემი შვილი თავის საწოლში იწვა ხოლმე გადმოვხედავდი და ნახულობდი ხოლმე რომ იწვა და სუნთქავდა ეხლა ცხანახან მომიწყდება რამდენჯერ გამეღვიძება რაც მეძინება 1 საათი ნახევარი საათი თითქოს არ მგონია რომ საპატიმროშია ჩემი შვილი გამომდივარ ნახულობ რომ საწოლში არ არის ჩემი შვილი ნაცრებლად ვიღულები მართალია ცოცხალი არის ჩემი შვილი და არ უნდა ვტიროდე ცოცხალ ადამიანს თან გმირია ჩემი შვილი და ვამაყობ პატრიოტი შვილი მყავს რომ ქვეყნის საკეთილოდ იდგა იქ და მას არ უნდა და რუსეთში გაეღვიძა და რუსული კანონებს არ ემორჩილება და ევროპული ცხოვრება უნდა და კი მიამაყება მაგრამ გული მწყდება რომ ეხლა ჩემ გვერდით არ არის და უდანაშაულოდ ისიქ და გული მტკივა ძალიან გული მტკივა და მიმართავ კიდე ისეთ ადამიანებს
ისეთ ადამიანებს მივმართავ, რომლებსაც სრულ ინფორმაციები აქვთ და ამბობენ, რომ წყვილადგანან ეს ახალგაზრდები და არ უნდა იდგნენ აქ და არ იქცევიან სწორად. მე ყველას მოუწოდებ, რომ ნურავის ნუ დაუჯერებენ, თავის შვილებს დაუჯერონ. ზოგი არიან, რომ მშობლების სახში ზიან, სხვა მესმის პოლიტიკური მწამსი და შვილების სხვანაირად ფიქრობენ. ბავშვები სხვანაირად ფიქრობენ. დაუჯერონ იმ ბავშვებს და თვითონაც დადგნენ თავიანთ შვილების გვერდით. მე რომ ჯანმრთელობა არ მქონდეს შერყეული, ერთი წამით არ დაფიქრდებოდი და მეც დავდგებოდი იმ აქციებს და ვიქნებოდი სანამ სამართალი არ იზეიმებს და ჩვენ არ გავიმარჯვებთ და სიმართლე არ გაიმარჯვებს.